მოგესალმებით მეგობრებო. მინდა დღეს კიდევ შევეხო ოჯახურ საკითხებს, ძალიან მნიშვნელოვან დეტალებს, რომელიც ჩვენ ყოველდღიურობაში ხდება. წინა ვიდეოში ვისაუბრეთ თუ როგორია ოჯახური სტრუქტურა, რა იერარქიული საფეხურები არსებობს ოჯახში და ვისაუბრეთ თუ რა როლი აქვს მამაკაცს და ასევე ქალს, რომ ორივე ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა არის და ერთი მეორეს ავსობენ. დღეს მინდა შევეხო ასეთ მნიშვნელოვან საკითხს. ყოველდღიურობაში ჩვენი ცხოვრება რომ უფრო ლამაზი იყოს, რომ უფრო მეტი გაგება იყოს ერთმანეთს შორის, უნდა გავითვალისწინოთ რაღაც დეტალები, ხო, ყოველდღიურ ურთიერთობებში. მინდა აღვნიშნო ის საკითხი, რომ ძირითადად, რა თქმა უნდა, ქალებიც ძალიან ბევრი მუშაობენ გარეთ, მაგრამ ოდითგანვე მამაკაცი გადის სახლიდან სამუშაოზე ან სანადიროდ, ეს ძველად და მიწის დასამუშავებლად, დღეს სამსახურები არსებობს, სადაც გავდივართ მამაკაცები და ქალებისთვის კიდე სამსახური ეს სახლია. ანუ დიასახლისები ვინც ხართ, დამეთანხმებით, რომ ძალიან ბევრს შრომობ და ბევრ საქმეს აკეთებთ სახლში. მაგრამ რა ხდება, როდესაც მაგალითად მამაკაცი ბრუნდება სამსახურიდან სახლში, მამაკაცისთვის სამუშაო გარეთ არის და სახლი ასოცირდება დასვენების ადგილად. ანუ მოდის სახლში, სადაც უნდა დაისვენოს, ხო? ამ დროს სახლში ხდება მეუღლე, შეიძლება რაღაცას ეუბნება, რომ დავიღალე ის და კაცს აქვს ესეთი რაღაც გაკვირვებული სახე და ფიქრობს, რომ რითი დაიღალე, სახლში იყავი, მე აგერა მთელი დღე გარეთ სამსახურში ვარ და ვმუშაობ. მაგრამ მამაკაცებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ჩვენთვის თუ სახლი დასვენების ადგილია, ქალებისთვის ეს სამუშაო ადგილია. და თუ მე გარეთ ვმუშაობ და სახლში ვისვენებ, ქალისთვის თუ სახლია სამსახური, გამოდის, რომ გარეთ უნდა დაისვენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ სახლში რო იყოს, გამოდის, რომ ქალი არის სულ სამსახურში მუდმივად. შემდეგ ეს იწვევს გადაღდილობას, გარკვეულწილად მსუბუქ დეპრესიას. მუდმივად 4 კედლის შორის ყოფნა ძალიან რთული არის. ამიტომ მამაკაცებმა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ეს საჭიროებები ჩვენი მეუღლეების. არის ესეთი შემთხვევებიც, როდესაც ორივე მუშაობს გარეთ, სამსახურები აქვთ. ამ დროს სახლის საქმეები ვინ უნდა გააკეთოს? არის ხო იქ საკვები მოსამზადებელი, რაღაცა დასალაგებელი. რა თქმა უნდა, თუ ცოლსა და ქმარს ერთმანეთი უყვართ და პატივს ესცემენ, უნდა სამსახურიდან დაბრუნების შემთხვევაში, როდესაც დაისვენებენ, ერთად უნდა გააკეთონ საოჯახო საქმეები. უნდა გადაინაწილონ. ვისაც რა გამოსდის კარგად საკვების მომზადება იქნება ცოტა წყორში მოყვანა სახლის, ან მტვერი აიღოს, ან სარეცხის გარეთ სხვა დღეს აღარ არის ახლა ისეთი პრობლემა, რომ რაღაც ტაშჭი ჩაალბო და ეს ერეცხო, ხო? 99%-ს უკვე აქვს სახლში ეს ტექნიკა, სადაც შეიძლება სარეცხის გარეცხვა. ასე რომ, თუ ორივენი მუშაობენ, კარგი იქნება თუ ერთად გააკეთებენ საოჯახო საქმეებს. ასევე საჭიროა გავითვალისწინოთ, როგორც მამაკაცს, ასევე ქალს სჭირდება თავისი პირადი დრო და სივრცე. მაგალითად, არის კატეგორია მამაკაცების, ვისაც უყვართ ბუნებაში გასვლა, თევზაობა მაგალითად, ხო? ან გასეირნება, ან რაღაც სპორტული ჰობი აქვს, ან სიარულის სწრაფი, ან ფიტნეს დარბაზში სიარული. ცოლმა არ უნდა ჩათვალოს, რომ აი რაში ხარჯავ დროს, სად წახვედი, თქვათ რატო წახვედი.
არა ძვირფასებო, ასე არ უნდა შევხედოთ. ყველა ადამიანს ინდივიდუალურად, ეს კაცი იქნება თუ ქალი იქნება, თავისი პირადრი დრო სჭირდება 24 საათის განმავლობაში. რაღაცაზე იფიქროს დამოუკიდებლად, რაღაცაზე დაფიქრდეს, ამ ბოლო-ბოლო ილოცოს თუ მორწმუნეა. ამას სჭირდება თავისი ატმოსფერო და თავისი დრო. და ჩვენ არ უნდა შევუშალოთ ხელი ერთმანეთს. თავად ისევ სახარებიდან თეოლოგიური მომენტი რო ამოვიღოთ, აი ეს ფსიქოლოგია როგორ არის გაწერილი, თავად იესო ქრისტეც კი მოწაფეებისგან, რომლებიც აირჩია 12 მოციქული, განცალკევებით გადიოდა, რო ელოცა და რაღაც გარკვეული დრო მარტო ყოფილიყო. რა თქმა უნდა, დასვენებითაც ისვენებდა მეგობრებთან ერთად და მოციქულებთან ერთად, მაგრამ ამის გარდა განმარტოებაც უყვარდა. ასე რომ ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს თავისუფალი დრო და ჩვენ არ უნდა შევუშალოთ ხელი ერთმანეთს ამ დროის სრულფასოვნად გამოყენებაში. რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ ის საკითხიც, რომ როდის ავირჩევთ ამ დროს, ეხლა თუ ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახში შენი ყოფნა, მაშინ არ უნდა ავიკვიატოთ, რომ აიმე ჩემი დრო მაქვს და ეხლა უნდა გამოვიყენო და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, კამათი ამ საკითხზე არ არის საჭირო. უნდა შევათანხმოთ და ჩვენც იმ დროს გამოყოფთ, რაც არავის ხელს არ შეუშლის ოჯახში. უბრალოდ არ უნდა გავაკრიტიკოთ ერთმანეთი, რომ თითქოს ფუჭად ხარჯავს ან მამაკაცი, ან ქალბატონი მეუღლე აი ამ დროს. ასევე მინდა შევეხო ერთ საინტერესო დეტალს. ჩვენ ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია სიყვარული და პატივისცემა, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ესეთი ფსიქოლოგიური მომენტი. დავიწყოთ ჯერ ქალბატონებისგან. მაგალითად, ასეთი ძალიან უნიკალური რჩევა არის და ადგილი სახარებაში, სადაც მაგალითად შეგვიძლია ვისარგებლოთ, რომ ფსიქოლოგიურად შევხედოთ აი ამ საკითხს, სადაც მოციქული ერთ-ერთი მოციქული ქალბატონებს მოუწოდებს, რომ თქვენი სილამაზი ნუ იქნება თმის ვარცხნილობაშიო, სამკაულებში, აი ამ ოქროში და ვერცხლში და რაღაც სუმუდმივ გარეგნობაზე ზრუნველობაშიო. არამედ შინაგანად დაფარული კაცი იყოსო ლამაზი. ეხლა ეს მაგალითი ოჯახში როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ. ანუ ქალბატონებს უყვართ ძალიან, ხო, მოწესრიგება, მოვლა, გარეგნობა, მოაწესრიგოს სალონში წავიდეს და ასე შემდეგ. ამაში ცუდი არაფერი არ არის ნამდვილად და პირიქით რაც უფრო კარგად გამოიყურებით, უფრო სასიამოვნო გარემოს და ატმოსფეროს გქნით მამაკაცების ცხოვრებაში. მაგრამ დააკვირდით, აი როგორია ფსიქოლოგია. თავად შემოქმედისგან არის ხო ეს ინფორმაცია მოსული, რასაც მოციქულები იყვნენ თუ სხვა ადამიანები წერდნენ აი ამ ძველ მნიშვნელოვან წიგნს, რასაც ბიბლია ქვია. მასე წერია, რომ ისინიო ღვთის წმინდა სულით აღძრულნი წერდნენ ამას. ანუ თავანთი აზრებით კი არ იწერებოდა, არამედ ღვთის წმინდა სულით მიერ აღძრულები წერდნენ. ანუ ზევიდან მოდიოდა ეს ინფორმაცია. და რატო გავამახვილე ყურადღება ამაზე, რომ რასაც კი წავიკითხავთ, ყველაფერი არის ღვთივსულიერი, ასეთი ტერმინიც კი არის მოხსენიებული ბიბლიაში. ხო და რისი თქმა მინდოდა, ამ გარეგნული გალამაზების გარდა მოციქული აღნიშნავს, რომ თქვენი სილამაზე იყოსო შინაგან დაფარული კაცი. რა არის ეს შინაგანი დაფარული კაცი? ეს არის ჩვენი შინაგანი პიროვნება. როგორები ვართ? და აი ეს უნდა გავალამაზოთ და შევამკოთ აი შინაგანი სამკაულებით რა, ჩვენი კარგი თვისებებით. თუ ეს თვისებები, ეს კარგი შინაგანი სამყარო არ გაგოჩნია, გარედან რანაირი ვარცხნილობაც არ უნდა გქონდეს ქალბატონს ან მამაკაცს და რანაირი ტანსაცმელიც არ უნდა ეცვას. თუ
თუ შინაგანად არ არის კარგი პიროვნება, ეს გარეგნობა საერთოდ არაფრის მომტანი აღარ არის. ესეთი სასაცილო იგავების წიგნში ესეთი სასაცილო აზრიც კი არის მოხსენიებული, რომ გინდ ღორის დინგზე ოქროს რგოლიო და გინდ უგუნური ქალის სილამაზე. თითქოს სასაცილოა, მაგრამ რამხილა ფსიქოლოგიური ლოგიკა დევს, ხო? ღორს რო ეხლა ოქროს რგოლი გავუკეთოთ ცხვირზე, დინგზე. რა უფრო ლამაზი გახდება? არამც და არამც, ხო? აი ამდენად თითქოს აი მძიმედ ჟღერს, მაგრამ თავად სამყაროს შემოქმეცა აქ მოხსენიებული, რო იტყვიან თავისიან წერილში, ესეთი მაგალითი. რამდენად არაფრის მთქმელია გარეგნული სილამაზე, თუ შიგნიდან პიროვნება უგუნურია. დაფიქრდით, ხო? ეს იგივე ეხება მამაკაცს. როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს, როგორც გარედან არ უნდა ცდილობდეს, თუ შიგნიდან ცარიელი ადამიანი, ის უკვე ლამაზი აღარ გამოვა, არც გარეგნულად. ასე რომ ცოლი და ქმარი მხოლოდ იმაზე კი არ უნდა ზრუნავდეს, რომ თქვათ, გარეგნულად იყვნენ ლამაზები, არამედ უნდა მიიღონ რაღაც განათლება, უნდა წაიკითხონ, თვისებები გაიუმჯობესონ, ერთმანეთის მიმართ მეტი პატივისცემა და სიყვარული რო შეძლონ. რაც უფრო მაღალია აზროვნების უნარი, რაც უფრო მაღალია ჩვენი ინტელექტი, შიგნიდან თუ გავალამაზებთ ჩვენ პიროვნებას, მე გარეგნულად უკვე ძალიან დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს, როგორ გამოვიყურებით. მე უკვე ყველა ადამიანი გიყვარს, როცა ხედავ, რომ შიგნიდან ძალიან მოწესრიგებული და მოსუფთავებული აქვს აზრები და პიროვნული თვისებები. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ოჯახურ ურთიერთობებში. თუ ეს არ არსებობს, რა თქმა უნდა, უფრო რთულია და მძიმეა ურთიერთობა და თანაცხოვრება. მადლობას გიხდით მოსმენისათვის, ყურადღებისთვის. თუ რაიმე საკითხი გაინტერესებთ კონკრეტული, რომელსაც შეიძლება მე არ შევეხე, შეგიძლიათ მომწეროთ კომენტარებში და დიდი სიამოვნებით განვიხილავ თქვენთან ერთად. გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ, რომ უფრო მეტი სიახლეები და ახალი ინფორმაცია მიიღოთ მომავალი ვიდეო რგოლებიდან. ნახვამდის, კარგად იყავით.